20 ივნისს გავმართეთ პირველი დარგობრივი ღიაკარის დღე. მართეთ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, დაესწრნენ ხელოვანები, კულტურის მენეჯერები, სახელოვნებო განათლებაში ჩართული ადამიანები და ბევრი სხვა დაინტერესებული პირი, რომელთაც ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენი კულტურის პროგრამის მთავარი პრინციპები და მათგან მოვისმინეთ წუხებთ ამა თუ იმ დარგში. შევჯერდით იმაზე, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც უდგას კულტურის სფეროს დღეს, ეს არის, რა თქმა უნდა, ავტორიტარული მართვა და მეორე მთავარი პრობლემა არის კულტურის სფეროს სრული თუ არა მზარდი კომერციალიზაცია, ავტორიტარიზმი და კომერციალიზაცია ერთმანეთის თანაზრახველები აღმოჩნდებიან ხოლმე აი ამ კულტურის სფეროს დამორჩილებაში. კულტურა ჩვენთვის არ არის რაღაცა მეორე ხარისხოვანი დარგი ჩვენს პროგრამაში ის მისი ადგილი არის განათლების და ჯანდაცვის გვერდით, როგორც ადამიანის სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი, დემოკრატიულ საზოგადოებად შედგომის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი. 20 ივნისს გამართული შეხვედრა პრინციპში იყო მხოლოდ პირველი შეხვედრების იმ სერიას შორის, რაც უშუალოდ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართება, უკვე უფრო ვიწროდ დარგობრივ საკითხებზე სამუშაოდ. ერთი მიზანი, რაც ამ შეხვედრებს აქვს, არის ის, რომ გვინდა დარგის სპეციალისტები, ვინც არიან, მისი დაინტერესებულები, მათთან ერთად გადავხედოთ ჩვენს იმ პროგრამებს, რაც დავწერეთ აქამდე, თქვათ, იქნება ეს კულტურა, შრომის პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა და ასე შემდეგ. მეორე უმთავრესი მიზანი არის ის, რომ ჩვენ სექტემბერში ვაპირებთ, რომ მოძრაობა გადავაკეთოთ პარტიად, ვეძებთ თანამოაზრეებს, რომლებიც იქნებიან დამფუძნებლები ამ პარტიის დამფუძნებელი ყრილობის და გვინდა, რომ აი ამ პროგრამის გარშემო მსჯელობით ამ ადამიანებს დავანახოთ, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ თვითონ გვაქვს რაღაც სათქმელი მათთვის, ჩვენ ღია ვართ იმისთვის, რომ მათგან მივიღოთ მათი კომპეტენცია, მათი გამოცდილება, მათი წუხილები, თვალიადევნეთ ჩვენს სოციალურ ქსელებში, ჩვენ მიერ გამოცხადებულ ღიაკარის დღეებს, სხვადასხვა დარგის მიხედვით და შემოვერთით სექტემბერში დამფუძნებელ ყრილობას.